ილია მხოლოდ წარსული კი არა მომავლის ალგორითმია. ჩვენ ხშირად ვკითხულობთ მის სიტყვებს, მაგრამ იშვიათად ვხედავთ, რა სიმწვავით ეხება ისინი დღევანდელ საქართველოს. და როდესაც ილია გვეკითხება, რა გჭირს ქართველო ერო, ეს კითხვა პირდაპირ 2025 წლის საქართველოსთვისაა დასმული. ვინ იყო ილია? ისტორიული მოღვაწე თუ ეროვნული სარკე? ილია ჭავჭავაძე ის ადამიანია, ვინც სიტყვით ებრძოდა იმას, რაც დღესაც გვყავს: უსამართლობას, გაუნათლებლობას, მონობას, პასიურობას, პატრიოტიზმს და იმიტაციას. მისი ცხოვრება სამი უდიდესი იდეით იდგა: ენა, მამული სარწმუნოება, ეროვნული თვითშეგნება, კანონის უზენაისობა, ადამიანის პირადი პასუხისმგებლობა სახელმწიფოს წინაშე. ეს სამი პრინციპი დღესაც არის საქართველოს გადარჩენის ტოლფასი. რას ებრძოდა ილია და რას ებრძვის საქართველო დღეს? ილია ებრძოდა რუსიფიკაციას, სულიერ სიზარმაცეს, ტყუილს, კულტურას, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას და თუ კარგად მიმოვიხედავთ ირგვლივ, ეს ყველაფერი დღესაც ისევ ჩვენს კედლებზეა ჩამოკიდებული. განათლების დეგრადაცია. ილია ამბობდა, უვიცი ხალხი ადვილად მართვადია. რატომ? რადგან უვიცს არ აქვს არც სამართლიანობის განც და არც თავისუფლების გემო. დღეს 2025 წელს განათლება ისევ იმ ზღვარზე დგას, სადაც ავაშენებთ ან მომავალს, ან დავკარგავთ. საჯარო კეთილდღეობის უქონლობა. ილია წერდა: საზოგადოება იმ წესზე დგას, რაც თვითონ შექმნა. თუ სისტემა უსამართლოა, ეს იმიტომ, რომ ჩვენ შევეგუეთ უსამართლობას. თუ კანონი არ მუშაობს, ეს იმიტომ, რომ ჩვენ ვამართლებთ მის უგულებელყოფას. ეროვნულობის იმიტაცია. ილია ძალიან მკაცრი იყო და პირდაპირ ამბობდა ფარისეულურ პატრიოტიზმზე და წერდა: მოყვარე ისაა, ვინც ერის სიმართლეს არ დაფარავს, არ დამალავს, არ დააძინებს. დღეს პატრიოტიზმი ხშირად ცარიელი ხმაურია და არა საქმის კეთება. ხშირად კომფორტში ყოფნა და არა პასუხისმგებლობა. ილიას სიტყვები, რომლებიც დღეს პირდაპირ ჩვენზეა ნათქვამი, ჩვენი უბედურება პირველ რიგში ჩვენ თვითონვე ვართ. დღესაც ჩვენი პრობლემის უმეტესობა შენიდან იწყება. უყურადღებობით ერთმანეთის დაუჯერებლობით და უპასუხისმგებლობით. სამართლიანობა არის სახელმწიფოს საყრდენი. თუ ქვეყანაში სამართალი არ დგას მაღლა, არც ეკონომიკა გაიზრდება, არც განათლება, არც მომავალი. თუ გინდა ერი უნდა გიყვარდეს ადამიანი, სიძულვილი დღეს პოლიტიკაშიცაა, სოციალურ ქსელებშიც, ყოველდღიურ საუბარშიც. ილიასთვის ეს იყო სახელმწიფოს მთავარი საფრთხე. ნუ ეძებ სხვაში ბრალს, შენგან დაიწყე. ეს ფრაზა დღეს განსაკუთრებით მწვავე ჟღერს, რადგან პასუხისმგებლობას ხშირად გარემოს ხელისუფლებას, პარტიას, სისტემას ვაბრალეთ, იმ სისტემას, რომელიც თავად ავირჩიეთ. ილიას ეპოქა და დღევანდელი საქართველო გავს ძალიან 21 საუკუნე, რომელშიც ტრადიცია დეგრადირებულია. რა ხდებოდა ილიას ეპოქაში? ერის გაღვიძება მე-19 საუკუნეში, დაჩოქილი ქვეყანა, უიმედობა, ტრადიციების დეგრადაცია. ილია ამბობს: გაიღვიძე ერო. დღევანდელი ეპოქა, არჩევის ზღვარი. 2025 წელი, ინფორმაციული ქაოსი, განათლების კრიზისი, მორალური დაბნეულობა, პოლიტიკურ სივრცეში უნდობლობა. ილია კვლავ გვეუბნება: სულს ვერავინ შეგვინახავს თუ ჩვენ თვითონ არ დავიცავთ. ერი, რომელიც სიჩუმით პასუხობს ბოროტებას, თავის თავს თვითონ ისჭის. სამშობლოს ღალატი ყველაზე მძიმე ცოდვაა, მაგრამ ამაზე მძიმე ერთი ცოდვა კიდევ არის: სამშობლოსადმი გულგრილობა. რა იქნებოდა დღეს ილიას მთავარი გზავნილი თქვენთვის? გაყალბებული ურთიერთობები და ფარისეულობა, ერის დაღუპვის დასაწყისია. ილია ვერ აიტანდა იმას, რასაც დღეს განსაკუთრებით ვხედავთ: საზოგადოებრივ სიყალბეს და შიშით სავსე სიჩუმეს. სწავლა ეს არის ბრძოლის ყველაზე ძლიერი იარაღი. ილია განათლებას ერის ხერხემალს უწოდებდა. დღეს როცა ახალგაზრდობა ქვეყნიდან მიდის, ილია გვეკითხება: რა შევთავაზეთ რომ დარჩნენ? დაიცავით ერის ღირსება არა ხმაურით, არამედ საქმით. ილია ამბობდა, რომ პატრიოტიზმი მუშაობაშია მნიშვნელოვანი. არ არსებობს თავისუფლებას უერთგულო მოქალაქის გარეშე. მოქალაქეობა ეს არაა სტატუსი, ეს საქციელი, არავინ შეგვინარჩუნებს ქვეყანას, თუ თავად არ დაუდგებით მას გვერდით. რატომ გვჭირდებოდა და გვჭირდება ილია დღეს? ილია იმას გვასწავლის, რაც ზოგჯერ დაგვავიწყდა. თავისუფლება იწყება იქ, სადაც ადამიანი საკუთარ თავზე პასუხს აგებს. სახელმწიფო იქ ძლიერდება, სადაც მოქალაქე არ ელოდება მხსნელს, არამედ თვითონ ქმნის მომავალს. ილიას კითხვა დღესაც ჰაერშია: რა გვჭირს ქართველო ერო? და პასუხიც ისევ ჩვენს ხელშია: მოქმედებაში, პასუხისმგებლობაში, სინდისში და განათლებაში.